როგორც წინა შეხვედრაზე აღნიშნეთ, მსმენელთა დაინტერესების შესაბამისად, ჩვენ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის უფრო ინფორმატიული წარმოდგენის შემდეგ, ასევე უფრო ინფორმატიულად შევეცდებით წარმოადგინოთ ევსები ნიკომიდიელის ყველაზე დიდი არიანელის ლიტერატურული საქმიანობაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო და ალექსანდრიის ეპარქიისგან დიდად დაცილებულია, კვლავ აღნიშნავთ, რომ არიოზის და ევსების გზები გადაჯაჭვულია და ერთის განხილვა მეორის გარეშე ძალიან რთული ანდა დაცალკევებულად მათი განხილვა. კვლავ შევახსენებთ კითხველებს, რომ ევსები გარეგანი ხედვით თუ ვიტყვით, დევნილ არიოზს თავშესაფარი მისცა ნიკომიდიაში, თუმცა იმასაც ხაზს გაუსვამთ კიდევ ერთხელ, რომ ეს უეჭველად წინასწარი ჩანაფიქრისა და წინასწარი გეგმის მიხედვით ხდებოდა, მაგრამ ასეა თუ ისე თუ ამ ჩვენს შინაგან განმარტებას მოვლენებისას ამ შემთხვევაში გვერდს აუგზავთ და გარეგან მხარეებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ევსების ცხოვრება იმ რაღაც 24-25 წელიწადში, რაც არიოზისგან მისი მოძღვრების საჯაროდ ქადაგების შემდგომ მოხდა, ვიდრე ევსების გარდაცვალებამდე, აი ასე შეიძლება ძალიან მოკლედ ჩამოყალიბდეს, რომ დაახლოებით 318 წელს ევსები ნიკომიდიელი კვლავ აღნიშნავთ, შეიფარებს არიოზს, ხდება მხარდამჭერი მისი იმავე მოძღვრების კიდევ უფრო მკვეთრად გამომთქმელი, რასაც ამბობდა, ასე იგი არიოზი ევსებისგანაც იგულისხმება, რომ იგი არიოზს მხოლოდ მოძღვრების გამო კი არ უჭერს ხარს, არამედ მათი ერთად აღზრდილობის გამო თითქოს და ლუკიანი ანტიოქიელის გარემოცვაში მართლაც აღიზარდა, მაგრამ თითქოს და იმ მოძღვრების მქონე პიროვნებისგან რა მოძღვრებასაც თითქოს და ისინი ქადაგებდნენ. სინამდვილეში კვლავ ხაზს გაუსვამთ, რომ ლუკიანი ანტიოქიელი მათ იმგვარადვე გამოიყენეს საფარად, როგორც თუნდაც დიონისე დიდი ალექსანდრიელი, რის შესახებაც ათანასე ალექსანდრიელმა ვალდებულების გამო სათანადო განმარტებაც გააკეთა და ცხადად აჩვენა მათი მოქმედების სიყალბე. ევსები ნიკომიდიელი ცნობილია, რომ პირველად ბეირუთის ეპისკოპოსი ხდება და მხოლოდ მცირედით მოგვიანებით, მცირედით უწინარეს, უფრო ზუსტად ვთქვათ 318 წლამდე, ალბათ 317 წლის მიწურულს, იგი უფრო მნიშვნელოვანი საყდრის კათედრალის მპყრობელი ხდება, კერძოდ ნიკომიდიისა, სადაც სამეფო კართან სიახლოვის გამო და ეს ნიკომიდია სამეფო კარის ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, სამეფო კართან სიახლოვის გამო და განსაკუთრებით, როგორც წინა შეხვედრაზეც აღნიშნავდით, კონსტანტინე დიდის დის იმპერატრიცა კონსტანციას რაღაც წარმოუდგენელი მფარველობის წყალობით, კონსტანციას, რომელიც იყო ლიკინიუსის დედა, ევსები მოიპოვა განსაკუთრებული გავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე და იგი გახდა ცენტრალური ფიგურა არიანული და მართლმადიდებლური დაპირისპირებისა. როდესაც არიოზმა მიაღწია ნიკომიდიას, როგორც აღნიშნეთ, ევსები უმკვეთრესად ცდილობს არიოზის სრულსწავლებათა დასაბუთებას და უპირისპირდება ალექსანდრიის ეპისკოპოსს ალექსანდრეს, რომელმაც ალექსანდრიიდან გამოაძევა არიოზი. მან გარკვეული რაოდენობა წერილებისა გაუგზავნა მცირე აზიისა და აღმოსავლეთის იერარქებს, რომ დახმარებოდნენ ისინი ვითომს და ჭეშმარიტებისა და სიმართლის გამარჯვებას და რომ ერთობლივად მოეხდინათ მათ ზეგავლენა ალექსანდრიელზე იმ განაჩენის გაუქმებაში, რაც მან, ესე იგი ალექსანდრემ არიოზს გამოუტანა. ევსები იღებდა მონაწილეობას ნიკეის კრებაზეც, რა თქმა უნდა, და წარმოადგინა იქ გარკვეული აღსარებლობითი ტექსტი, თუმცა ეს ტექსტი უარყოფილი იქნა როგორც არაჭეშმარიტი და თუ მან ხელი მოაწერა ნიკეის დადგენილებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კრების შემდგომ გამხდარიყო ლიდერი არიანული მოძრაობისა და ჩამოეყალიბებინა თავისი მიმდევრებისგან, შეექმნა ფაქტობრივად რაღაც მძლავრი დაჯგუფება, რომლებსაც ევსებიელებს უწოდებდნენ და ევსებიელები კი თავის მხრივ მათი ლიდერისგან, ევსებისგან კარნახით იცავდნენ არიანული მწვალებლობის ყველაზე უფრო უკიდურეს და თავხედურ ფორმას და უმძლავრეს დაპირისპირებას გამოხატავდნენ ნიკეის კრების სარწმუნოების სიმბოლოსადმი. ამგვარმა დამოკიდებულებამ კონსტანტინე დიდის აღშფოთება გამოიწვია და როგორც წინა შეხვედრაზეც აღნიშნავდით, მან გადაასახლა გალიაში კრებიდან 3 თვის შემდეგ ევსები ნიკომიდიელი, მაგრამ 328 წელს კვლავ მოხდა მისი უკან დაბრუნება კონსტანცია იმპერატრიცას ჩარევით, რომელმაც მოახერხა, რომ იმპერატორის განჩინება ევსებისადმი გაუქმებულიყო. ამის შემდგომ ტრიუმფალური სვლა მხოლოდ ფაქტებით რომ აღნიშნოთ ევსებისა სრულიად თვალსაჩინოა. 330 წელს სწორედ იგი შეძლებს იმას, რომ ანტიოქიის საყდრიდან გადააყენებს წმინდა ევსტათი ანტიოქიელს. შემდგომ, როდესაც გამართავს ტვირის კრება 335 წელს ევსები კესარიელის თავმჯდომარეობით ათანასეს გადააყენებს ალექსანდრიის საყდრიდან, 336 წელს მარკელოს ანკვირელს, 337 წელს მას მიეცემა პატივი იმისა, რომ პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე მონათლოს, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ერთი წლის შემდეგ დაახლოებით 338 წლის მიწურულში იგი იქნება არჩეული კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად, კონსტანტინოპოლისა, რომელიც უკვე ახალი დედაქალაქია და აი ასეთ ტრიუმფალურ წარმატებებში, ასე ვთქვათ, გარდაიცვლება 341-342 წლების მიჯნაზე. მისმა მიმდევრებმა კი მას უწოდეს დიდი, იმიტომ რომ სწორედ ევსებიმ
მოაპოვებინა გარკვეული ეფემერული, მაგრამ რაღაც გარეგანი პატივმოხმარებების დამაკმაყოფილებელი გამარჯვება არიანელობას იმპერიის დიდ ნაწილში. კარგად არის ცნობილი და ეს მრავალგზის აღნიშნული, რომ იგი იყო უფრო საეკლესიო პოლიტიკოსი, აი ესეთი ტერმინიც კი შეიქმნა სპეციალურ ლიტერატურაში საეკლესიო პოლიტიკოსი, ვიდრე ღვთისმეტყველი. უაღრესად გაწაფული იყო საერო საქმიანობებში, ამბიციური, განსაკუთრებული და ინტრიგების დიდოსტატი. აი ასეა ამგვარადაა შეფასებული ევსები ნიკომიდიელის პიროვნება და რაც შეეხება მის შრომებს, ცნობილია გარკვეული ეპისტოლეები, სადაც თავხედური გამოთქმა არიოზის წვალებლობის სახეზეა, უკიდურესი ფორმით გამოთქმა. პავლინ ტვირელისადმი მისი ეპისტოლე, რაც ჩვენ თევდორ დე კვირელმა შემოგვინახა თავის საეკლესიო ისტორიაში. ესა წერილი, რომელიც ეკუთვნის იმ სერიას ეპისტოლეებისა, ჩვენ ცოტა ზემოთ რომ ვახსენეთ, ეპისტოლეებისას ევსებიმ რომ დააგზავნა და მიმოთესა მთელ აღმოსავლეთში, რათა ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრეს წინაშე ერთობლივად ამხედრებულიყვნენ და ამ უკანასკნელს, ესე იგი ალექსანდრეს გაეუქმებინა თავისი გმობა და დამგმობელობითი განაჩენი არიოზის მიმართ. ასე რომ ეს ეპისტოლე საეკლესიო ისტორიის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია. არსებობს მისი ლათინური თარგმანი მარიუს ვიქტორინუსის მიერ და მრავალი მკვლევრისგან ყურადღება მიქცეულიც და შესწავლილიც. ამ ეპისტოლეში ევსები თავის ადრესატს, ესე იგი პავლინ ტვირელს, აწვდის ინფორმაციას მოვლენათა შესახებ. შემდგომ კი იძლევა არიანული დოქტრინის გადმოცემას და ურჩევს პავლინუსს, რომ მისწეროს ალექსანდრიის ეპისკოპოსს შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება არიოზისადმი. ცნობილია, რომ მას ევსების დაწერილი ჰქონდა აგრეთვე ეპისტოლე უშუალოდ არიოზისადმი, კერძოდ ეს ათანასე ალექსანდრიელისგან ახსენებული, ნიკეის კრებამდე. ამ ეპისტოლისგან ერთ პატარა ციტატას იშველიებს ათანასე ალექსანდრიელი და ეს ციტატა ასეთი სახის გახლავთ. რადგან თქვენი აზრები კარგია, ილოცეთ, რომ ყველამ მიიღოს ისინი. სრულიად ცხადია ნებისმიერისთვის, რომ ის, ვინც შეიქმნა, ამ შემთხვევაში გულისხმობს ზეღმერთს, ევსები ნიკომიდიელი, არ შეიძლება არსებობდეს თავისი წარმოშობის უწინარეს. და ის, ვინც არსებობაში შემოვიდა, რა თქმა უნდა, ფლობს დასაბამს თავისი არსებობისას. ესე იგი, მკვეთრი მოკლე ფორმულირება არიანული ცრუსწავლებისა. ევსებიმ სპეციალური ეპისტოლე გაუგზავნა მოგვიანებით ათანასესაც, სოკრატეს სქოლასტიკოსის მიხედვით, იმ მოთხოვნით, რომ ათანასეს ეკლესიაში დაებრუნებინა არიოზი და მისი მომხრები ალექსანდრიის ეკლესიაში და როგორც ჩვენ ამ ეპისტოლეს ცნობის მომწოდებელი სოკრატეს სქოლასტიკოსი გვაუწყებს, ტონი ეპისტოლისა უფრო მეტია ვიდრე თხოვნა, რაშიც იკვეთება მუქარაც. ეს ეპისტოლე ჩვენამდე არ შემონახულა. უფრო ფასეულია ალბათ საეკლესიო ისტორიისთვის ევსები ნიკომიდიელის ეპისტოლე ნიკეის კრების ეპისკოპოსთადმი, რაც დაცულია სოკრატესა და სოზომენეს საეკლესიო ისტორიებში. მას ევსები ნიკომიდიელთან ერთად ხელს აწერს ჩვენს მიერ არაერთგზისხსენებული თეოგონიოს ნიკიელი და ისინი მიმართავენ იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ნიკეის კრებაში მონაწილეობას იღებდნენ. სოკრატე ამ ეპისტოლეს აფასებს როგორც სინანულის მიერ აღსარებას, ხოლო სოზომენე როგორც რევიზიას. რევიზია იგულისხმება იმ პოზიციისას, რაც ნიკეის კრების ეპისკოპოსებმა მათდამი დაიკავეს. ჩვენ ამ ეპისტოლეზე გვქონდა აღნიშნვა ის გვარი ფორმით, იმ გვარი ტონითაა ეს ეპისტოლე დაწერილი, რომ ზედაპირულად ადამიანის თანაგრძნობა შეიძლება მან მოიპოვოს, რომ თითქოს ისინი ვერ იქნენ გაგებულნი და თითქოს ისინი იმავე მოძღვრების ქადაგებელნი არიან, რაც ნიკეის კრებაზე სხვა ეპისკოპოსთაგან იქნა გადმოცემული. ეს ეპისტოლე, როგორც დღეისათვის ცხადყოფილია, ამ ორი პიროვნებისგან შედგენილია მათი გადასახლებაში ყოფნისას. და როგორც ჩანს, წერილმა თავისი როლი ითამაშა ალბათ იმ მფარველთა წყალობით, რომელზეც ჩვენ აღნიშნავთ და განსაკუთრებით იმ ყველაზე უფრო დიდი მფარველის წყალობით, კონსტანციას წყალობით, ამ ეპისტოლემ თავისი საქმე შეასრულა, იმიტომ რომ ძალიან მალე მოხდა ორივე მათგანის უკან დაბრუნება. 328 წელს მიიჩნევა, რომ დაიწერა ეს ეპისტოლე და ამავე წელს ხდება ევსებისაც და თეოგონიოსის დევნულებიდან უკან დაბრუნება და შემორიგება, ასე ვთქვათ. ამ ეპისტოლის მიხედვით არიოზიც ასევე ვერ გაგებული იქნა ნიკეის კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთაგან და რომ მას არ მისცემია საშუალება, თორემ რომ მისცემოდა, იგი წარმატებით დაიცავდა თავის თავს იმ ბრალდებათაგან, მისდამი რომ სხვადასხვა პირებმა წარმოადგინეს აქ ძირითადად, რა თქმა უნდა, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი იგულისხმება. ამით ამოიწურება დღევანდელი წყაროების მიხედვით ევსები ნიკომიდიელის ნაწარმოებები, უფრო ზუსტად ეპისტოლეები, ეს 4 ეპისტოლე, რაც ჩვენ დღეისათვის ვიცით. ალბათ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას სხვა შრომებიც ჰქონდა დაწერილი, იმიტომ რომ თავისი სამოქმედო და დაინტერესების გეზი მწერლობისკენ ევსების არასოდეს არ მიუმართავს, იგი ყოველთვის გარეგანი მოვლენებით იყო დაინტერესებული, გარეგან მოვლენებს წარმართავდა და არანაირი სპეციალური მისწრაფება მას არ ექნებოდა იქეთკენ, რომ რაღაც ჩამოყალიბებული ფუნდამენტური საღვთისმეტყველო ძეგლები დაეწერა, თუნდაც თავისი ცრუ სწავლების გადმოსაცემად. ეს ეპისტოლეებიც უეჭველად დაიწერა ვითარებისგან გამომდინარე,
ვითარებისგან გამომდინარე იმდენად რამდენადაც დაუშვათ ეს მეოთხე ეპისტოლე აუცილებელი იყო, რათა კონსტანტინედის გადასახლებიდან უკანვე მოეხმო ისინი. ათანასესადმი მიმართული ეპისტოლეც ვითარებისგან იყო ნაგანახევი, რომ დამუქრებოდა იგი ათანასეს და ეს მუქარა სხვათა შორის ევსების სისრულეში მოიყვანა, როგორც უკვე ვთქვით 335 წელს მან შეძლო გარკვეულ პირთა აზრის იმგვარად მობილიზება, რომ ათანასე გადააყენეს ალექსანდრიის საყდრიდან. არიოსისადმი მიმართული ეპისტოლე მხოლოდ არიოსს არ გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ადრესატად. ეს იყო, ასე ვთქვათ, დემონსტრირება საკუთარი პერსონისა, როგორც არიოზის მხარდამჭერისა და ამით მხოლოდ არიოზის გამხნევება კი არ იყო მიზანდასახულობა ავტორისა, არამედ ყველასთვის ჩვენება, რომ ისინი უბრალოდ არიოზს კი არ უპირისპირდებიან, რომელიც შეიძლება ადვილად დასაძლევია ჩვენოთ მათ, არამედ არიოზის უკან დგას ევსები ნიკომიდიელი. რაც შეეხება პირველ წერილს, ამ წერილს როგორც ჩანს მიზნად აქვს ევსები ნიკომიდიელის შემოყვანა იმ დაწყებულ პროცესში, რაც არიანელობასა და მართლმადიდებლობას შორის დაპირისპირებას გულისხმობს და საკუთარი პოზიციის გამოკვეთასაც სწორედ ამ ეპისტოლეში ცდილობს პირველად, რაც ჩვენ დღეისათვის წყაროები გვაქვს, ევსები ნიკომიდიელი ის თვალნათლივ ავლებს გამყოფ ხაზს, თუ ვის მხარეს არის ის და რომელ მოძღვრებას ერთგულობს. რა თქმა უნდა, არიანულ პაექრობის დასაბამში სხვა პირებიც ბევრნი იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ პირებზე გვაქვს აქცენტი, ამას ხაზს გავუსვამთ, რომლებიც საეკლესიო მწერლობასთან რაღაცნაირად კავშირს ავლენენ, თორემ საეკლესიო ისტორიის კუთხით რომ წარმართულიყო ჩვენგან არიოზის და არიანელობის შესახებ საუბარი, რა თქმა უნდა, იქ ბევრ სხვა პიროვნებაზეც ორივე მხრიდან, ესე მართლმადიდებელთა მხრიდანაც და არიანელების მომხრეებისგანაც გავამახვილებდით ყურადღებას. მაგრამ ამჯერად ჩვენ ამით შემოვიფარგლებით საკუთრივ არიანული მხრიდან მხოლოდ ამ ორ პიროვნებაზე ყურადღების გამახვილებით, რადგანაც მათ კავშირი ჰქონდათ მწერლობასთან საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში, თუნდაც არაპირდაპირ, რა თქმა უნდა, და მათი მიზანდასახულობით უარყოფითი მხრიდან, მაგრამ თავისთავად ღვთისგანგებით გარკვეული ნაყოფის მომტანი ქმედებითაც, რა თქმა უნდა, ეს სამწერლობო საქმიანობა მათი განსახილველია, ჩვენგან აუცილებლად საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა, რომ უკეთ გავერკვეთ, თუ რას უარყოფდა მართლმადიდებლობა, რას უარყოფდნენ მართლმადიდებელი მოძღვარნი, კონკრეტული ავტორები, წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელი, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, მოგვიანებით სხვა დიდი მოღვაწეები არიოზის და არიანელობის წინააღმდეგ ამხედრებულნი და ეს ყოველივე ასეთი დიდძალი და არგუმენტირების სიღრმით უაღრესად მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ლიტერატურა კვლავ ხაზს გავუსვამთ არაპირდაპირ ნეგატიურად, მაგრამ მაინც არიანელთაგან იყო ინსპირირებული და მათი ჩანაფიქრი ერთ მხარეს დარჩა, მაგრამ ღვთისგანგებით, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც არიანულმა მწვალებლობამ ის დიდი სიკეთე მოიტანა, რომ მათი უხთო მოძღვრების დამხობის ჟამს ეკლესიის მამებმა დაგვიტოვეს ფუნდამენტური საღვთისმეტყველო შრომები, უპირველესი დოგმატის, ყოვლადწმინდა სამების ერთარსება სამპიროვანი ღვთის შესახებ. კონკრეტულად თუ ვიტყვით, ზეღმერთის ბუნებითი ღმერთობის შესახებ, რაც ამ დოგმატის საფუძველიცაა, ისე როგორც მამაღმერთის და სულიწმინდის ჰიპოსტაზთა დოგმატი, ყოვლადწმინდა სამების დოგმატის საფუძველიცაა, მაგრამ ამავე დროს მეორე დოგმატისა, უმნიშვნელოვანესი დოგმატისა, ადამიანთათვის მაცხოვრის, მხსნელის, მართლმადიდებლური მოძღვრების უკეთ საწვდომად და უკეთ გასაშინაარსებლად. ეს ყოველივე პაექრობაში იმ ძირითადი მიზანდასახულობათა გვერდით ასევე დეტალურად განიმარტებოდა ეკლესიის მამათაგან, როდესაც ათანასე ალექსანდრიელი უპირისპირდებოდა არიანელებს, მხოლოდ არიანულ ცნობილებას არ ამხელდა ის და არ უარყოფდა, არამედ პარალელურად განყენებულად უღრმეს სწავლებებს ზეღმერთის განკაცების შესახებ, გამოხსნის საიდუმლოს შესახებ, ანთროპოლოგიური კუთხით ადამიანის რაობას, ზეციური სამყაროს ანგელოზთა რაობას და სხვა, აი ყოველივე იმას, რაც ზოგადად დოგმატურ ღვთისმეტყველებაში იგულისხმება, ამ ყოველივეს ათანასე ალექსანდრიელი, სხვა მიმდგომნი მისნი და შემდგომნი, თუნდაც კაბადოკიელნი მამები და სხვები, განსაკუთრებული სიღრმითა და სიფრთხილით აყალიბებდნენ, რადგანაც არიანელობამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ერესს ძალიან მარჯვედ გამოიყენოს რომელიმე ტერმინოლოგიური გაუფრთხილებლობა ამა თუ იმ თუნდაც უაღრესად ღრმა მართლმადიდებელი მოძღვრისა. არა მხოლოდ შინაგანი სიწმინდე მოძღვრებისა, ეს აჩვენა ისტორიამ, არამედ ამ მოძღვრების გარეგანად მატერიალური სიტყვით გამოთქმის უდიდესი ზედმიწევნითობა და სიფრთხილე, აი ამის აუცილებლობა ცხადად წარმოჩნდა, რადგანაც არიანელებმა მარჯვედ გამოიყენეს ნიკეის კრების წინადროინდელი ეპოქის ზოგიერთი მოღვაწის, მართლმადიდებელი მოძღვრის და დიდი მოძღვრის მიერ ზეღმერთისადმი გამოყენებული ტერმინი გენეტოს, რაც თუ უზედმიწევნითესი, თუნდაც ლინგვისტური, ამ შემთხვევაში ფონეტიკური აკრებიით მიუდგებით, პირველ რიგში შექმნილს უფრო ნიშნავს ვიდრე შობილს. მაგრამ რადგანაც ეს სხვა ენებში ეს ორი ტერმინი შექმნილი და შობილი დიდად განსხვავდება და სხვადასხვა ფუძისაა, ბერძნულში გენეტოს და გენნეტოს მხოლოდ ერთი ნიუთი სხვაობს, როცა ორი ნიუა სიტყვაში ის შობილს ნიშნავს, როცა ერთი ნიუა ის ქმნილს ნიშნავს და რა თქმა უნდა, ნიკეის კრების წინადროინდელი მამებიც ზეღმერთს მხოლოდ შობილად მოიაზრებდნენ, მაგრამ თვით სიტყვას, მატერიალურ სიტყვას ზოგ შემთხვევაში
განურჩევლად ხმარობდნენ, იყენებდნენ როგორც ორი ნიუს შემცველ სიტყვას გენეტოს, ასევე ერთი ნიუს შემცველ სიტყვას გენეტოს და ამით კი საფუძველი მისცეს არიოს, ეთქვა რომ მისი წინამორბედებით თითქოს და ზეგმერს უწოდებდნენ გენეტოს, რაც პირდაპირ მნიშვნელობით მართლაც შექმნილს ნიშნავს. ასე რომ ისტორია მაჩვენა, რომ უდიდესი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი ტერმინის გამოყენების ჟამს, მით უმეტეს ახალი ტერმინის შექმნისას და ეს განსაკუთრებული სიფრთხილე თეოლოგიური ნაშრომის დაწერა გამოქვეყნების ჟამს, პასუხისმგებლობა ავტორისა, ესეც არაპირდაპირი სიკეთეა არიანული თუ ნებისმიერი სხვა მწვალებლობის და საერთოდ ანტიერეტიკული მოღვაწეობის ეკლესიის მამათა ანტიერეტიკული მოღვაწეობისა ამა თუ იმ ერესისგან პროვოცირებული დიდი თეოლოგიური მოღვაწეობისა, დიდი თეოლოგიური ღვაწლისა. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, შემდგომ კვლავ უკვე ანტიერეტიკოს მართლმადიდებელ მოძღვართ დაუბრუნდებით, რომლებმაც ძირფესვიანად ამხილეს დასაბამშივე შუა ნაწილშიც და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არიანული მოძღვრების ყველა სახეობის ცდომილება და ამავე დროს, როგორც უკვე აღნიშნეთ, დაგვისაძირკვლეს ფუნდამენტურად მართლმადიდებლური სწავლების კონკრეტულად დოგმატური სახე. ანუ მართლმადიდებლური მოძღვრება დოგმატური ღვთისმეტყველების ყველაზე უფრო ზედმიწევნითი ფორმით გამოთქმული.